რომ დაუწლეხია ეს ნაგავი და ქალაქის ტერიტორიაზე რომ გასულა რა, დასაწყო დამოსულა, სისხლი მოდიოდა, მოჟონაოდა. და უნახია პოლიციას მანქანიდან და ერთ ახდება ვადო სისხლო მოდის რა არისო. დანგრეული შენობა, მოუვლელი ეზო და ტერიტორიაზე მიმოფანტული ძვლები. ასეთი სურათი დახვდა ხალხს სხეულის ამპუტირებული ნაწილების სამალავში. ირკვევა, რომ პოლიციამ ამ საქმეზე 3 პირი დააკავა, თუმცა ადგილზე ვითარება ისევ საგანგაშოა. პოლიცია და ვერც ვერავინ სულ დროს ამდენ ხანში შეძლებენ ამ საკითხად გატანას. თან არჩევნების გატანა დაიწყეს თუ არ დაუწყიათ ჯერ? ანუ შემოგალო მანდ ფუთავენ ახან არჩევნებს აი თავიდან ეყარა პირდაპირ ეს მეკვლად იყო და ეხლა შეფუთეს და დაწყებულია გატანა, მაგრამ დაწყებულია როგორ დაწყებულია პატარა ერთი სპილდერსა დაწყებული. ხო და ეს ერთი სპილდერი ახლა რამდენი ხანი მოუნდება მაგის გატანას? დილიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში მიტოვებული ფერმის მიმდებარედ პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მიტოვებული ფერმიდან სხვადასხვა ორგანოსა და ნარჩენების გატანა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები მათი თქმით ქაოსურად და დაგვიანებით მიმდინარეობს. კიო შეიცავლებაო ყველაფერი და კიო გაკეთება ყველაფერი, მაგრამ ამათი სიტყვას მე მასე სუსტად ვერ ვენდობე და მასე დიდი იმედი არ მაქვს ამათი სიტყვის. ანუ ეს არა ეს ერთი კლინიკიდან ეს დასავლეთის სხვადასხვა კლინიკებიდანაა გამონტანილი. ეს ვინც არიან დაკავებულები, ადგილობრივები არიან? ანუ კომპანიის სხული იყო ადგილობრივი, ვინც მოიტანა აკაუნტი. მას შემდეგ, რაც ფაქტი პირველებმა გააშუქა, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ დააკავეს კომპანია ეკომედიკალ ჯგუფისა და ეკოლოგია სუფთა გარემოს ხელმძღვანელები. დაკავებულთა შორის ფიგურირებს დირექტორი ელგუჯა კიკაჩეიშვილი. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს კომპანიები უზრუნველყოფდნენ სამედიცინო ნარჩენების გატანას და განადგურებას. საიდან მიჰქონდათ ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში კომპანიებს, რომელთა ხელმძღვანელები დააკავეს. ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული სამდიდ სახელმწიფო საავადმყოფოსთან. მათ შორის არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა. გალდებულის და ინტერესებიდან გამომდინარე პოლიციის კითხვით ვერ გეტყვით ვერაფერს. ისე პოლიციის ინტერესებიდან გამომდინარე. ბრალს აღიარებს? მაგასაც ვერ გეტყვით, ხაჭარ მაგას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ბრალოს საქმიდან გამომდინარე და გალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს ვერ გეტყვით. დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ბრალდებული ელგუჯა კიკაჩეიშვილის ბიზნეს პარტნიორი ეკატერინე სულაკაძე კომპანიის 50%-ის მფლობელია. მისი პარტნიორის დაკავებისა და შესაძლო უკანონო საქმიანობის შესახებ კითხვების დასასმევად პირველები სულაკაძის საცხოვრებელ მისამართზე მივედით, თუმცა ის კამერასთან არ გამოჩენილა. ოჯახის წევრმა კი ვერ დააკონკრეტა, რა საქმიანობაშია ჩართული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე და ჰქონდა თუ არა მას უშუალო კავშირი სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესთან. კატერინის არავინ არ არის ახშეკავს. მის ბიზნეს პარტნიორის დაკავებასთან დაკავშირებით. ხო, ძილები გეტყვით ვერაფერს. თვითონ ქალბატონიკა არის საქმის გულში ამ დაკავებასთან დაკავშირებით? არ ვიცი არაფერი დაკავება. რა საქმიანობა ის? მე რა ვიცი, გული ხარ. არის ის თქვენი ოჯახის წევრი. არ ვიცი. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და ფლობდა თუ არა ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია იმის შესახებ, რომ მიტოვებულ შენობაში ადამიანის სხეულის ნაწილები კანონდარღვევით ინახებოდა. ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხებს ახლა საზოგადოება ელოდება. პირველებმა შეკითხვებით სამტრედიის მერს მიუმართეთ. მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფაქტობრივად უარყო და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს მსგავსი გარემოების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. ბატონ დავით, სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში სამედიცინო ნარჩენები რომ აღმოაჩინეს ამასთან ბატონ დავით, ვინ უნდა გაიტანოს ეს? სამტრედიის მერია გაიტანს? გავიგე ბატონ დავით, მაგრამ გატანილი არ არის და ვინ უნდა გაიტანოს? გააქვს, მუშაობენ და გააქვს მე როგორც ვიცი სპეცმანქანებიც და კი ბატონო, თქვენ გქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ, რომ აქ ინახებოდა სამედიცინო ნარჩენები? პირველთან არანაირი სურვილი არ მაქვს ინტერვიუ. სურვილი არ გაქვთ, მაგრამ პასუხისმგებლობა ხო ეკისრება ვიღაც? თქვენ ხართ უსინდისოები, იმიტომ რომ გუშინ რაც დეზინფორმაცია დაუშვით და ხალხს შეცდომაში. აი მაგალითად რა არის ბატონო დავით დეზინფორმაცია? ის რომ მერიის კარგად იცით თქვენ რაცა? მითხარით რა არის? არ გაქვთ პასუხი ამაზე. სხეულის ამპუტირებული ნაწილები ძველ ფერმაში სახელმწიფო კლინიკებიდან გვხვდებოდა. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობას არ იღებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
ეს არის კლინიკების პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობად რამდენად სწორად და სრულად ართმევენ თავს, ამას რა თქმა უნდა გაარკვევს რეგულირების სააგენტო ჩვენი სამინისტროსი და ექნება ამის შეფასების რეალური შესაძლებლობა. კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. თუ კომპანიებს სახელმწიფო კლინიკებიდან მოქმედი კონტრაქტები ჰქონდათ, ვინ ამოწმებდა ნარჩენების განადგურების პროცესს? არსებობს თუ არა რეალური მონიტორინგი და როგორ აღმოჩნდა ადამიანის ამპუტირებული სხეულის ნაწილები ღია სივრცეში?